მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო. პირველი ეს პოლიტიკური საკითხია და მეორე არის ეროვნული ღირსების და ეროვნული თვითშეგნების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ყველა ნორმალურმა ქართველმა თავისი პასუხი უნდა გასცეს, რაც ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოკლედ, დავიწყოთ პირველიდან. დღეს როგორც გახდა ცნობილი, ესე იგი თურმე პოლიტიკოს, უკაცრავად პოლიტიკოს არ შეიჯვალეკოს თურმე 13 წელი გამოუტანეს სროგი. ხო და ესო რა ქვია, რა თქმა უნდა ახლა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და მევახშეები და ესენი აკოთქოთენ და რა ამასო ყოფილი პირველი ქალი პრეზიდენტიც ერთთან ბავშვია, რომ 13 წელსო ამასო არაფერი შეხება არ აქვს სამართალთან. საქართველოში სამართალი რო არაა და სამართალი რო არ არსებობს, თქვენაირი ძაღლიშვილები რო არიან პოლიტიკაში და თქვენაირი ძაღლიშვილებს რო აქვს ხან პრეზიდენტობის უფლება და ხან თავარსარდლობის და ხან რავისი ჯანდაბის და ოხრობის და ამის, იმიტოა უბედურება და იმიტოა პრობლემა თუ არა. რაც ქმედებას თავისი პასუხი ჭირდება და მოტივი რა ქონდა, ეს კიდე ცალკე საკითხავი, არ შეიჯვალეკოს, მაგრამ აი ეს ძუკნა ქალი რო გამოდის და ეს თავისუფლად დადის ქუჩაში, როცა იყო პრეზიდენტი, მაშინ არ შეიჯვალეკოს კი არა. თუ ვინმე პედოფილი იყო, თუ ვინმე ყლელი იყო, თუ ვინმე ფულს გადაიხდიდა ბლომად, ყველას იწყალებდა. მათ შორის გიორგი ოთმაზურის შვილის მკვლელი შეიწყალა და გარეთ გამოუშვა თავისუფლებაზე, იმიტომ რომ არ მიაჩნდა არაფლად, ფეხებზე ეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხნის კაცი გვერდში ედგა არჩევნებზე, ხმა მოიღო და ასე და ასე, ამ ძუკნამ მოინელა ის ადამიანი, პრეზიდენტი რო გახდა, პირველი მისი შვილის მკვლელი მოუშვა ციხიდან და ხლა ამისგან რა უნდა იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ქართველებს საერთოდ ადამიანებს არ მიიჩნევს თავის სტოლად და სწორად და მით უმეტეს ვიღაც ახლა რიგით ქართველებად აღიქვამდა და თავისთავად ასე კაცო, ამნიშნულობა როცა იყო ნაცებში მინისტრი იყო, როცა იყო ქოცებში პრეზიდენტი იყო, ახლა ნაცებშია გადასული ისევე თუ რავი რა სიკვდილი ქვია ამაცას. ახლა იქ ოპოზიციის ლიდერია და ამიტომ აქვს უფლება. მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, მე ეს ბოზიშვილები დაგიწყებენ კანონზე, სამართალზე, რომ ეს უკანონოა, ის კანონიერია, ეს ისა და რაღაც განათლებას დაგიწყებენ კიდე ლაპარაკს, რომ რაღაც განათლება გააჩნიათ თურმე და აქ მე ვიგინები თურმე და რას ქვია, რომ ვაგინებ ახლა ამ ხალხს, როგორ შეიძლება თურმე ამათი აი ესეთი პირველი პრეზიდენტი ქალის გინება და ამათი გინება. მე მინდა ვკითხო ამ ბლუკურა ძუკნას, შედედამოწმულო ხალხი რო საფრანგეთში ისე გამოშტერდეს, თავს დაესხას ტრიბუნალის ასე განიხილება, ტრიბუნალის შენობას და საფრანგეთში მოსამართლეს და მოსამართლის კოლეგიას და მას მოლოტოვის კოქტეილი ესროლოს და იარაღით შევარდეს და დაჭრას და ასექნას და ისექნას. რას ფიქრობ, ვინმეს კითხვა გაუჩნდება, რომ შანტაჟით გააკეთა, რითი გააკეთა, რითი არ გააკეთა, ამას დაიწყებენ ლაპარაკს და ამის გამო დასჯილ იმას რა ქვია პიროვნებას გამოუჩნდება, შენ გონია ვინმე მაქებარი და მადიდებელი და ვინმე საერთოდ კითხვას დასვა ამს, რომ ადამიანი, რომელიც სასამართლო შენობას ესხმის თავს, არა, ის ნორმალურია თუ არაა ნორმალური, ეს ცალკე საკითხია, ეს სამედიცინო ექსპერტიზის ისა, იმიტომ რომ ისე ნორმალური ადამიანი არ იქცევა ხა ალეკველისაშვილი რომ მოიქცა, ამიტომ ასეთი არანორმალურ და არაადეკვატურ ქმედებას სხვა ახსნა გააჩნია და მაგაზე ვიტყვი ორ სიტყვას ორ წუთში, მაგრამ თვითონ ქმედება ხო არის დანაშაული. ხო არის დანაშაული, ხა საწაუვალთ იმას, რომ მივიდა იარაღით
მივიდა იმეთი მოლოტოვის კოქტეილებით და იქ დაწვა უნდა და გადაწვა უნდა და რა პროტესტს გამოხატავდა იმის გადასაწვავად. ხო და თუ დააშავა 13 წელი რატოა ცოტა მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ სიმართლე გითხრათ ქართული სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების, მაგრამ ახლა ამაში ელემენტარულად, იმიტომ რომ არ ვცნობ მე ჩვენ არც სასამართლო გვაქვს და არაფერი, ესა რეჟიმი და მორჩა და მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა ესე ყურიდან მოთრეული, ეს ხო არ არის გაგონილი, ცრუმოწმეებით შესრულებული, ეს ხო ღია ფაქტებია ყველაფერი. და მაინტერესებს, იმიტომ რომ არ შეიჯვალეკოა, ამიტომ არ ექვემდებარება დაპატიმრებას. რადგანაც იყო გიგი უგულავა, რო შეიწყალა ამ ძუკნამ, რადგანაც გიგი უგულავა იყო, ამიტომ არ ექვემდებარებოდა, რადგანაც ოქრუაშვილი იყო, ამიტომ არ ექვემდებარებოდა, რადგანაც გვარამია იყო, ამიტომ არ ექვემდებარებოდა სამართალს. სად ისწავლა ამ ბოზიშვილმა ამნაირი სამართალი? საფრანგეთში ისწავლა თუ კოლუმბიის უნივერსიტეტში ისწავლა, იქ რო ეგდო, სადაც თურმე დიდი განათლება აქვს მიღებული თუ აფრიკის რესპუბლიკებში რო იყავი მიგზავნილი, ალბათ იქ ისწავლე, რომ შენ საფრანგეთიდან ჩასული რევიზორი ხარ და იქ ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ნებისმიერი რაღაცა აკადრო, როგორც ყოფილ კოლონიას და ამის პრობლემა არა, ხო? მართლა გაგიმართვა. და ამასა ახლა აყოლილი ხალხი. აქ არის ერთი მთავარი პრობლემა სულ სხვა რაღაცაში დგას. ალიკო ელისაშვილი ყველაფერი რომ დააბრალო, დებილი ნამდვილად არა. ალიკო ელისაშვილი ძალიან ადეკვატური ადამიანია, ძალიან ადეკვატური აღქმა აქვს. ახლა ეს აი კაცია, დადებითია, უარყოფითია, ახლა მაგაზე არა მაქვს ლაპარაკი. ალიკო ელისაშვილი არის ალიკო ელისაშვილი, არ შეიჯვალეკო. მაგრამ არა ეს ისეთი დებილი, რომ რაღაცა წამოუაროს და ისეთი ადეკვატური ქმედება არაადეკვატური ქმედება ჩაიდინოს, რომ ამის გამო 13 წელი ამოყოს ციხეში თავი. პირიქით. საერთოდ ეგრე არის, აი ბუმერანგის ეფექტი გააჩნია ამ ყველაფერს. ალეკო ელისაშვილმა, აი ამ არაკაცმა, ამ ვირთხამ თავის დროზე კავკასიის ეთერში მოაწყო პროვოკაცია და ამ მოწყობილ პროვოკაციას აღარ მახსოვს 6 თუ 7 ბიჭი მას რა ქვია, შეეწირა და სააკაშვილის ციხეში იჯდა ძვალდარბილი დაუმტვრიეს და თვითონ არავიდან შეხებია, ძალიან კარგად იყო იქ სააკაშვილის ნასეთქა თავის დროზე. მე პატიოსანი კაცის სახელი რო ქონდა, ეს პატიოსანი კაცის სახელი რო ქონდა. ხო და მაინტერესებს ახლა თუ ალეკო ელისაშვილს დანაშაული არა აქვს ჩადენილი და დაცვის თანამშრომელზე ადამიანზე თავდასხმა თუ არაფერი არა, აბა რითი აძლევთ ამას? აბა რასთან აქვს კავშირი? აბა რა უნდა ექნათ ახლა ალეკო ელისაშვილისთვის? ალეკო ხარო ჩაჯმული არ ჩაჯმული ალეკოო და უნდა გამეშვათ გარეთ? აი ვეკითხები ამ დედამოწყნოს ამას. აი ამ ბოზიშვილს ამას ჩამოყალიბებულ ძუკნას. ბულონიის ტყეში ნათრევ ძუკნას. ვეკითხები ამასაც და დანარჩენსაც. კაი იმ ცხვირ აპრეხილს სალომე სამადაშვილის ხო მესმის ახლა მაგით სომეხია და ალეკო ელისაშვილის სომეხი არაფერს არ ვერჩი სომხებს. პირიქით, ენაწოლოთ კაი სომხებს, კაი ხალხს შემითავი, მაგრამ ეს ზემლიაკობა გააჩნიათ, ისევე როგორც სააკოვთან მიმართებაში და შეიძლება ამის გამო უკეთებენ ერთი მეორეს პადეშკას, კაცო, მაგრამ მე ვერ ხვდები რაც არ უნდა იყოს ფრანგული გამოთქმა არის, არ ვიცი ჩემი ფრანგული არ გეიშვა არსად, მაგრამ ისე ვიტყვი, კანონი მკაცრია და ის კანონია. რა უნდა იქნათ ახლა არ შეიჯვალეკოსთვის თავზე ხელს ნახდათ ვერ გადაუსვებდნენ და მოდით რა ყველა თქვენიანი როგორ ხდება ეგრევე ისა რა ქვია პატიოსანი ადამიანი როგორც კი თქვენიანი გახდება აქ კითხვა უნდა დასმულიყო რაში რა იყო ალეკო ელისაშვილის მოტივი რა გახდა იმის მოტივი რომ ალეკო ელისაშვილმა ასეთი ქმედება ჩაიდინა ასეთი არაადეკვატური ქმედება რატო ჩაიდინა ხო და ჩემი წყაროების ინფორმაციით როგორც გამაჩნია ალეკო ელისაშვილი იყო შანტაჟის ქვეშ მას მერე რაც ისიც დავალებით შეასრულა SMS-ი მიიღო და ამ ვირთხა არაკაც გენერალ მაიორ დინარაძეს დაარტყა ხელი
ვირთხულად. სუფთა ვირთხულად. ალიკველისაშვილი თქვენ კაცი გონია. ამის მერე იმან ესეთი აბიჟნიკები საერთოდ ეს რაღაცას არ ივიწყებენ და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ალიკველისაშვილი იქნა დაშანტაჟებული პირად ცხოვრების კადრებით სექსუალური ხასიათის და ეს სექსუალური ხასიათის კადრები რო არ გამოსულიყო, რო არ მომხდარიყო ისი პიროვნების განადგურება, მას დაუდეს ალტერნატივად, რომ ესეთ რაღაცა ჩაედინა. აი ეს არის ბინძური მეთოდი ქოცების უშიშროების და ამ შანტაჟის ქვეშ ადგა და ჩაიდინა. მე მაქვს ახლა ეს ინფორმაცია და ვისგანა მაქვს, საიდანა მაქვს, რატომ მაქვს და როგორ მაქვს, არ ვარ ვალდებული ეს ყველაფერი ავხსნა. და მოვყვე, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მე ვიცი. აღარ შევალ დეტალებში, ვისთან, რანაირად, როგორ, მაგრამ ასია. მიიყვანეს ეს კაცი იმ დონემდე, თავისი შანტაჟით, უბრალოდ თვითონ მიიყვანა მისი თავი, ჯერ ფულის აღებებიდან და ამიდან და იმიდან და გაწუწკებიდან, რომ ეს გენერალ მაიორი ვანჩკა იფიქრეთ ძმაო მასე როგორც გინდათ არ მინდა მე ამ ბინძურ საქმეებში გარევა, მე ვამბობ ზედაპირულად ამ ყველაფერს. არ ვიცი ახლა მე რაც ინფორმაცია მაქვს, ისეთი ადამიანებიდან მაქვს ეს ინფორმაცია. ამ ადამიანებს არ მოუტყუები ვარ მე და გარეთ რო ვარ და ჯანმრთელად რო ვარ, მათგანა ეგ ინფორმაცია და ვერ ვიტყვი ახლა იმას, რომ მომატყუეს ადამიანებს და შემომიგდეს ეს ინფორმაციას. არა ეს ხალხი საკმაოდ გარკვეული და ინფორმირებული ხალხი არიან და არ წავიდოდა ისლამაზად წავიდოდა, მაშინ სხვა სროკით წავიდოდა და მაშინ სხვა მუხლით წავიდოდა და სხვაგან წავიდოდა და ამიტომ ცუც და უარეს შორის ადგა და ხო არა ისგანაც ხელის დარტყმის შეკვეთა მოუვიდა ის სხვა არის და ეს სხვა არის ჩემო ძმაო ხელის დარტყმა და ხულიგნობა და პარლამენტში და პარლამენტის იმუნიტეტი გიცავს სხვა არის და როდესაც გამოდიხარ გარეთ იმიდან რა ქვია პარლამენტიდან გასული ხარ და როდესაც ესეთ რაღაცას ჩადიხარ ეს სხვა რაღაცა არის არა ამასე მარტივად საქმე იმიდან მოვიდა ამიდან მოვიდა ეს მოვიდა პირდაპირ აი ქოცების ბინძური უშიშროებიდან არ მინდა ხა ამ დეტალებში შევიდე ხო და აი ძაღლის თავი არის ჩამარხული მაგ საქართველოში არის უბინძურესი ცხოვრება ეს ბინძური ხალხი ცხოვრობენ ბინძური ცხოვრებით არიან 1900-ში ახლართულები დახლართულები მე ამ ყველაფერს ზის მავანი და მავანი სუსის სახელით როა ცნობილი ახდენს ამ ყველაფრის გადაღებას ახდენს ამ ყველაფრის ინფორმაციის შენახვას ხო და როცა არის საჭირო შემდეგ გამოუგორებენ ამ ყველაფერს და ასე კომპრომატებით აკეთებიებენ საქმეს ხო და თქვენ თუ ყოფნით ვაჟკაცობა ეს მე თუ ვიცი ეს და ჩემამდე თუ ინფორმაცია მოსული თქვენამდეც უნდა იყოს მოსული მაშინ გამოდით და პირდაპირ თქვით რომ ადამიანი დააშანტაჟეს და ვინც მაგ ადამიანს აშანტაჟებდა რომ ესეთი რაღაცა ჩაედინა ისიც უნდა მიუჯდეს მაშინ არ შეიჯვალეკოს გვერდით ესა ყველაზე მეტი სიმართლე და ესა ყველაზე მეტი სამართალი მაგას თქვენ არც ერთი არ გააკეთებთ იმიტომ ვინც იმას აშანტაჟებდა იმას თქვენზეც აქვს უამრავი საშანტაჟო ხო და ეხლა ასე უნდა იყოს და იძახით ახლა მურუსიძის სასამართლო ამის სასამართლო იმის სასამართლო მურუსიძის არის თუ ივანიშვილის არის თუ კუბლაშვილის არის თუ ვისია დობორჯგინიძისა თუ უდაკოვისა თუ ვისა მაგ სასამართლო ხო ფაქტია ერთი ფაქტი არის მომხდარი არის თავდასხმა განხორციელებული და ამას ხელს ვერ დააფარებდა როგორც პიროვნებაზე ეს სახელმწიფო ინსტიტუციაზე და წინასწარ განზრახული ქმედებით იარაღით მოლოტოვის კოქტეილით და 1000 უბედურებით ხო და ახლა ამას ხელს ვერ დააფარებს არც 13 წელი არაა სიმართლე გითხრათ ისეთი სროკი როა ისეთ დანაშაულს არ ეფარდებოდეს ამ ნახდათ არა ეს ისეთი ისა იმიტომ რომ ზა ტიპიური ტერორიზმის გამოვლინება ეს არც პროტესტის ფორმაში შედის და არაფერში არ ჯდება რასიზმ იყოს ჭკვიანად და ალბათ მე ბოლომდე არავის არ მოუხდია ახლა მაგ ისეთ შევარნაძის თავდამსხმელებმა მოიხადეს ეს 18 წელი ბოლომდე თუ არა სხვას არავის არ მოუხდია და ეგერ დოკვაძე იხდის ისა პოლიტიკური პატიმარი სასჯელს თუ არა ეგენი
არც ერთი არ გაჩერდებიან, იქ მოვა ვიღაცა და 60 წელიწადში შეიწყალებენ და გამოვა და იქნება გარეთ, ან კომისია იქნება რაღაცა და გამოუშვებენ გარეთ. 13 წელი მას არავინ არ გააჩერებს იქ, მაგრამ ეგ იყო მდინარაძის შურისძიება მის მიმართ, განადგურება როგორც პიროვნების და ასე შემდეგ. ხლა დანარჩენი შიგნით ეძიონ, მაგ ყველაფერი როგორ და რანაირად მოხდა. ესეთი სიბინძურე ტრიალებს საერთოდ ქართულ პოლიტიკაში და ამიტომ მთელი სერიოზულობით ნუ განსჯით ამ იმას, შემთხვევით არაფერი არ ხდება საქართველოში და მით უმეტეს ესეთი ამბები. გავა დრო და ალბათ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხმები გაძრება და გამოძრება და მე ქალაქი დაიწყებს ლაპარაკს და ხო იცი ქალაქი ისეთი ისაა რომ თბილისში რომ ლაპარაკობენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ის აუცილებლად ხდება. აი მე უშიშროების თანამდებობა გაიხარე ძმო. მე უშიშროების თანამდებობაზეო დიდი ნათესავი მყავს და მაგასები მყავსო და მართალი ხარ მასე ხდება. ხო ასე ხდება ჩემო ძმო, იმიტომ რომ ამათი ბინძური მუშაობის სპეციფიკა სხვა არაფერი არა. აქ ყველა უნდა იყოს დავერბოვკებული. აბსოლუტურად ყველაზე უნდა არსებობდეს კომპრომატი. აბსოლუტურად ამათზე ამ ბინძურებზე, ხო? აბსოლუტურად ყველაზე არის კომპრომატი. კორუფციული სკანდალით დაწყებული პირადი ცხოვრების იმით თქვენ გონიათ ის სისტემა შეიცვალა, რაც მიშას ჰქონდა? მაგი შევარდნაძის დაგეგმილია საქართველოში. შევარდნაძის დაგეგმილია დანერგილია საქართველოში და კომუნისტების დროიდან მოყოლებული შენ ნაფიქრალი მოყოლ, იმიტომ რომ ჩემო ძმაო შენციც სისტემის სპეციფიკა როგორ ხდება და იმიტომ ფიქრობ მაგას თუ არა. რო არ იცოდე რა სისტემასთან აქ საქმე ხო არ იფიქრებდი მას. არაფერი ახალი არ ხდება რა. ესენი ყველა აბსოლუტურად ყველა გაბინძურებულ გასრულები არიან. არასდროს ესენი თავის აზრს არ ლაპარაკობენ, არასდროს ესენი თავისი ნებით არ მოქმედებენ და მაგ ადამიანებს საერთოდ თავისუფალი ნება წართმეული აქვს. ალეკო ელისაშვილი ახლა ხო? ციხეში მე თავისუფალი იქნება ვიდრე გარეთ იყო. ციხეში ბევრად მე იქ ურჩევნია ჯდომა ვიდრე გარეთ იყო. იმ ვალდებულებებით, იმით შიდა თუ გარე იმასთან და ასე რომ აუშავს, გადააგორებენ ეგეთ რაღაცას, კაცის დაჭერა არ მიხარია და არც მაგის დაჭერა არ მიხარია. მაგრამ ასე ხდება საერთოდ ცხოვრებაში, როდესაც შენ სხვას დაუდებ კვანტს და უდანაშაულო ხალხს ჩაყრით ციხეში, როგორც ალეკო ელისაშვილმა გააკეთა და არაერთხელ. და თქვილა გაუშვეს იქ კავკასიის ეთერში დაჭერილი ბიჭები, მაგრამ ადრე თუ გვიან შენც მოგიწევს იმ გზაზე წასვლა, ამიტომ ტყემალს, მჟავე ტყემალს რო ჭამ, შეიძლება შენ ან შენ შვილიშვილს და დღეს თუ არა ხვალზე მოგეთხოვს, ადრე თუ გვიან ყველას მოეთხოვება თავისი ის. და ეხლა მინდა მეორე რაღაცას გამოვეხმაურო, ეს უფრო ეროვნული ღირსების საკითხია და არაფერი შეხება არ აქვს ამას აქაურ იმასთან. მოკლედ, ხვალ არის სააკაძეობა რა. ხო და დაემთხვა ისე რომ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭის ილია თოფურიას ლანძღველი, მაგინებელი, 1000 ტალახის მსროლელი არმან ცარუკიანი ჩამოთესლებულა თბილისში. და თურმე ხვალ აქ დიდი ისა რა ქვია. შეხვედრა არის თურმე ასე UFC-ს ტურნირი ტარდება თურმე და იქ უნდა იყოს თურმე და მისი ძმაკაცი სკუტუმიცინის დვალიშვილი ელოდება თურმე იქ კიდე ისიც ჩასულა და მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. ამან არა მარტო ილიას მიაყენა შეურაცხყოფა, მე ყველა ქართველს მოგვაყენა შეურაცხყოფა. ხო და ვინც იქ ხართ და არიან აგერ ბიჭები კატეგორია, რომლებიც ამ ყველაფერს თხოვენ პასუხს, აქ მოვიდა ბოდიში მოიხადა ინტერნეტში რომ ქართველებისთვის არ მემიყენებიაო შეურაცხყოფაო. ჩვენ თუ ვართ თავმოყვარე ერი და ვენებს რო იჭრიდათ სადა ქვეყანა თოფურიასთან მიმართებაში და გამოხატავდა ამ ყველაფერს, ამ ბოზიშვილს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. შესაბამისი პასუხი. და გაცემენ იქ ხალხი შესაბამის პასუხს. თავმოყვარე ერი როგორც იქცევა, როგორც გიორგი სააკაძე ცემდა პასუხს სიმართლე გითხრათ საქართველოს მტრებს, ისე უნდა გაეცეს ამას პასუხი. ხო, დვალიშვილის ძმაკაცია, აბა ვისი ძმაკაცია? დვალიშვილი კიდე რო კითხო ილიას ძმაკაცია და შენ ჭირიმე შენ გენაცვალია. მოკლედ ორივე ნაგავი იქა თბილისშია რა. ხო და 16 საათზე ახალი სპორტის სასახლესთან იგრიბებიან.
ინფორმაციას ვავრცელებ უბრალოდ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ვიცი ჩემ გამომწერებში ბევრი ღირსეული ადამიანი, ბევრი ღირსეული ახალგაზრდა არის და აი მაგ ბოზიშვილი მოდის იქ, ის კახპა ნინა დრამა, არ ვიცი მოყავს თუ არა, ვერ გეტყვით ეს. რა ვიცი, სოფლიოს ნათხრები ძუკნა. ყოველ შემთხვევაში იმის არ ვიცი მოდის თუ არა, მაგრამ ეს მოდის. ხო და ვინც ჩვენ ვაშკაც ბიჭს ისე დასჩინოდა და ისე ექცეოდა და მე ქართველებს ისე მოგვიხსენიებდა, როგორც თვითონ მოიხსენია, ჯერ ამ ბოზიშვილმა საერთოდ როგორ გაბედა და საქართველოში როგორ ჩამოვიდა. მაგრამ ეთყობა არ გვთვლის ქართველებს იმის ღირსად, რომ აგვერიდოს და თავის თავს მაინც წეს პატივი. და არ მოხდეს და ამიტომ გაწვდით ამ ინფორმაციას, ვისაც აქვს სურვილი ახალი სპორტის სასახლესთან თბილისში 16 საათზე იკრიბება ხალხი, რომ აი ამ არაკაც, აი ამ მათხოვარს, სულით მათხოვარს, არ ვიცი ეს რა კატეგორიაში ჯდება, ამას მაშინ მე მქონდა ვიდეო, ვენაცვალე მე იმ სომეხკაც დაამხო თავზე ყველაფერი და უღირსი ქართველი გეყოლება თუ სომეხი გეყოლება, ხო? რა მნიშვნელობა აქვს აი შენ თანამემამულე ვინ იქნება და მე ვენაცვალე იმ სომეხს რომ ამას თავისი პასუხი გასცა. არა არ ვიცი სადა. ხო და აი როდესაც იძახოდა საქართველოში და მთელი საქართველო ილანძღებოდა და იგინებოდა და იფურთხებოდა, ეგერა ძმაო, ეგერე მოეთრევა ცარუკიანი და მაკაგდია მაგენის უყველა და ისიც სხვათა შორის დვალიშვილს ახლა ტაშს რო უკრავს ბარეული, აქეთ გვიწერდა შეგეცითო თქვენ. არ გესმით არაფერი და ვინც ლაპარაკობთ, მაგ არაკაციც მაგა. ხო და წესი და რიგით ამ სირსაც უნდა მოთხოვოს ღირსეულმა ქართველმა პასუხი და იმ მეორე სირსაც. და შესაბამისი პასუხით უნდა წავიდნენ იქედან და რა ვიცი, ვავრცელებ ინფორმაციას, მე რო არ თქვას ვინმე, მე არ ვიცოდი, ეს ასე, ეს ისე. ხვალ 11 ივნის ახალი სპორტის სასახლესთან ხდება ეს ყველაფერი და მორჩა და დამთავრდა. ვისაც აქვს სურვილი რომ პასუხი მოთხოვოს, იქ შეიკრიბება და მოითხოვება პასუხი და დანარჩენს არ ვიცი სიმართლე გითხრა, აგითხრათ ეხლა მასე ინტერნეტ გმირები და Facebook ლომები იმდენი ყავს, იმდენი თავზე თმა არ მაქვს, მე მგონი და რა ვიცი რა Facebook ლომები რას გააკეთებენ ვერ გეტყვით რა. მოკლედ აი ამის თქვა მინდოდა დიდად არ მოგაწყენ თავს. ეს ამბებია რა შეეხება მიწის ამბებს, დღეს რუსთავშიც იყო აქცია მიწებთან დაკავშირებით. იყავით ყურადღებით, იყავით ხიზლად, მე მოგაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც იქნება ჩემ ხელთ. საჯარო ვარ კონტაქტზე ბევრ ადამიანთან და არ მინდა უბრალოდ წინასწარ არ მინდა რომ ვისთან როგორ და რანაირად და ძალიან მალე დაიწყება ამ არაბიზაციის წინააღმდეგ უკვე აქტიური მოქმედებები და თავი თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, მაშინ რაღაცაზე უნდა ვიმოქმედოთ და ამ Facebook-ს უნდა გავცდეთ. ერი და მოსათხოვი უნდა მოვითხოვოთ თუ არა და ნახავთ პატარა ხანში 70,000 არაბის დასახლებაში ერთი 10 მეჩეთი რო აშენდება, მერე უფრო უკეთესად და უკეთესად წაგვივა საქმე და ნახავთ მე რასაც მოიმგის, რასაც ჩვენ წინაპარი ეწინააღმდეგებოდა. ვინ ცარუკიანი? არ ვიცი ახლა სადაგდია, ვერ გეტყვი, ეს საქართველოში დაბადებული არის და არ ვიცი სადღაც ეგდება ალბათ, სადაც დაიბადა იქ და სადაც ვიღაცა ეყოლება და იმათთან იქნება და სადაგდია ამ წუთში ნახავთ არ ვიცი. ხვალ რო იქ იქნება ეს ვიცი. რაღაც ვიცი. ხო არ ვიცი ბნელი კომუნისტების დროს რო იძახიან ისეთი თავმოყარე იყო ქართველიერი ამის მიასედი რო გაებედა ვინმეს ქართველისთვის იმ კომუნისტების პერიოდში ისეთ პასუხს მოთხოვდნენ და ისეთი პასუხი მოეთხოვებოდა მაგის გამკეთებელს რომ რა ვიცი მეორედ თვითონ კი არა მის ჯიჟდაჯილაკს არ გაუჩნდებოდა სურვილი რომ ამაყი ქართველიერისთვის ზედმეტი რაღაცა გაეფიქრებია კიდეც რა. ქალბატონო დალი რა, დავიღალე რა, ეს არ ვიცი ახლა თქვენ მოგზავნილი ხართ, მე
მე ხო ყავთ შვილი, ბიჭი, ხო ყავთ მეუღლე, კაცი, ხო ყავთ ისა რა ქვია სახში კაცები ხო ყავთ, ხო და უკითხეთ იმათ ისა რა ქვია, რომ გვეღუპება სამშობლო და გადი კაცო გარეთ და მიხედე საქმეს. ახლა მე გამოვიქეცი აქ მერთმა ყველას გამომარჯოს, ვინც წამოსულია საზღვარგარეთ, არავის მე არ განვიკითხავს არსებუა ქართველებს შეწყვეტილი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა სიმართლე გითხრა მე აქ ფულის საშოვნად არ წამოვსულ ვარ და ჩემი კეთილდღეობისთვის არ წამოვსულ ვარ. წამოვედი იმის გამო, რასაც აქ ვაკეთებ, იმას ვაკეთებდი მაგდა. მე გამეიყვანე შენი წილი კაცები, თქვენი ოჯახის წილი კაცები და აბრძოლეთ და აპატრიოტეთ, კაცო. მარტო ერმილენებსაძისაა ეგ ქვეყანა, კაცო. მე ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი. ჩემზე თუა მითხარით, მაშინ ჩემი თუა მარტო მაგ ქვეყანა და მეწოდინებ. დავიღალე ამ სულელური იმეთი, რა ქვია, კითხვებით რა და ამ სულელურ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე რამდენეთ. ხო, მასია. რა ცუდად როგორ არ მეუბნებით ქალბატონო, აბა ახლა მეტი რა უნდა მითხრათ, ახლა აქცეული ხარ, წახვედით და ასე და ის არიცი, თუ ჩემი გამომწერი ხარ და თუ ჩემი მაყურებელი ბრძანდებით, რატო წავედი? და მეუბნებით ცუდად არ გითხარ და კარგი ნათქვამია მაგი? არიცი. გეუბნებით, მე კიდე გეუბნებით, რომ აი მე უარგისი ვარ და გავიქეცი და ვარგისიანები გეყოლებათ ირგვლივ მამაკაცები და წაიყვანეთ იქ და მოათხოვიეთ პასუხი სამშობლოსთვის, რა ვქნა. მე ვერ ვივარგე და ვინც ივარგებთ, ივარგეთ. მე ერთმა ხელი მოგიმართოთ. დავიღალე რა ამ სულელური კითხვების პასუხის გაცემით რა. კარგად ბრძანდებოდეთ.